75% ფსიქიკური აშლობებისა მანიფესტირდება სწორედ ბავშვთა ასაკში. მოზარდებში აგრესია შეიძლება იყოს ნიშანი, სიმპტომიც კი გარკვეული ფსიქიკური პრობლემის. ქაოტური გარემო ზოგადად ოჯახში ბუნებრივია, რომ მანიფესტირებას აი ამ აგრესიული ქცევის მნიშვნელოვნად ხელს უწყობს. მხოლოდ მშობელი არ არის ბავშვის ფსიქიკის ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა ისწავლოს, როგორ არის მისი ფსიქიკა მოწყობილი, ხომ? რა ემოციები აქვს. ეს მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. კარგად გარკვეული ადამიანის საკუთარ ემოციებში გაცილებით უფრო მეტად ემპათიურია, მოზარდობის ასაკშივე პირველი მანიშნებელი, თუნდაც აგრესიული ქცევა ცხოველებთან, ხო? შევამჩნიეთ ბავშვს. ეს უკვე არის ნიშანი გარკვეულწილად ბავშვი დღევანდელ დღეს რომ ადაპტირდეს რაღაცა გარკვეულ რეალობასთან, ამისათვის გაჯეტი უკვე აუცილებელ პირობას წარმოადგენს. გაცილებით უფრო დრამატულია ხოლმე კიბერბულინგის სახე, განსხვავებით აი ამ ცოცხალი ბულინგისგან. აი ამ ბრაზ როგორ გადავამუშავებთ და რა ფორმით მერე გამოვხატავთ, აი ეს მეტყველებს ჩვენს ინფანტილიზმზე. ამაზე პასუხისმგებელი მე მგონი რომ ყველანი ერთად უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ შემდგომში ამის მსხვერპლი შეიძლება გავხდეთ ჩვენ. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ Nini Talks podcast. ეს არის ადგილი, სადაც დახვდებათ საუბრები განათლებაზე, ფსიქოლოგიისა და ცვლილებებზე. მე კი მისი წამყვანი ტრადიციულად ნინი გახლავართ. დღეს ვისაუბრებთ ერთ-ერთ აქტუალურ საკითხზე, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით გამოიკვეთა. ხშირად ვუსვამ ჩემ თავს კითხვას, რა ხდება ბავშვებში, მოზარდებში, რატომ არის მათში ამდენი აგრესია, ბრაზი, სისასტიკე, რატომ გაუქრათ მათ თანაგრძნობა და ემპათიის უნარები. სწორედ ამ თემებზე ვისაუბრებთ დღეს, თუმცა სანამ ჩემ ძვირფას წურმას წაგიდგენთ, მანამდე უნდა მოგახსენეთ, რომ Nini Talks podcast-ის გენერალური მხარდამჭერი არის ALTE უნივერსიტეტი. თუ გაინტერესებთ, როგორ მუშაობს ადამიანის ფსიქიკა, როგორ იმართება ჩვენი ქცევები და ფიქრები, მაშინ ALTE უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა გაძლევთ საშუალებას, რომ დაეუფლოთ ამ სფეროს პრაქტიკულ და თანამედროვე გარემოში. პროგრამა აერთიანებს მყარ თეორიულ საფუძვლებს და პრაქტიკულ გამოცდილებას. აქ შეგიძლიათ გაიაროთ სტაჟირება საერთაშორისოდ და ასევე ჩაერთოთ სამეცნიერო კვლევებში. პროგრამის კოდი კი გახლავთ 0850100109. რაც შეეხება ჩემ დღევანდელ სტუმარს, ჩემი დღევანდელი სტუმარი გახლავთ ქეთევან სილაკაძე, ბავშვთა და მოზრდილთა ფსიქიატრი. ქალბატონო ქეთევან, ძალიან დიდი მადლობა რომ ესტუმრეთ. დიდი ხანია მინდა რომ Nini Talks podcast-ში მოგიწიოთ და ეს დღეც დადგა. დიდი მადლობა ნინი, სასიამოვნოდ ვარ გახარებული ვარ პირველ რიგში და სასიამოვნოდ ვარ გაოცებული რომ თქვენი ინტერესი გადავხედე სანამ მოვიდოდი თქვენს პოდკასტსა, თქვენი ინტერესი ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებისადმი და ძალიან მახარებს, დარწმუნებული ვარ ყველა ჩემს კოლეგას გაუხარდება, იმიტომ რომ არის სივრცე, სადაც შეგვიძლია რომ ამ მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბროთ. მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა თქვენ მობრძანებისათვის. ვფიქრობ, რომ დღეს რა თემებსაც შევეხებით, არ ეხება მხოლოდ მშობლებს ან მომავალ მშობლებს. ეს არის საკითხი, რაც წესით ყველას უნდა გვაფიქრებდეს და გვაღელვებდეს, იმიტომ რომ ამ სოციუმის ნაწილი ვართ და ბოლოდროინდელი მოვლენებიდან და ფაქტებიდან გამომდინარე კიდევ უფრო გამოიკვეთა ამ თემებზე საუბრის საჭიროება. დავიწყოთ ზოგადი შესავლით და უფრო რაღაც ზოგადად ვისაუბროთ, სანამ კონკრეტულ საკითხებზე გადავალთ. რატომ არის ბავშვებში ესე მოჭარბებულად აგრესია? რეალურად ჩვენ ყოველთვის ხედავთ შედეგს, თუმცა სანამ ეს აგრესიული ტიპაჟი ჩამოყალიბდება, მანამდე რა ხდება და როგორ ყალიბდება ზოგადად აგრესია ბავშვებში? კი ბატონო, ზოგადად აგრესია ძალიან საინტერესო ფენომენია ფსიქოლოგიაში და ადამიანის ცხოვრებაში და ძალიან მრავალფეროვანი. იმიტომ რომ მნიშვნელოვნად განსხვავდება აგრესია, რომელიც გამომჟღავნდება ბავშვებში, განსხვავდება მოზარდებში და ზრდასრულებში, ხო? შეიძლება სულ სხვადასხვა დატვირთვასაც ატარებდეს. რადგან ჩვენი საუბრის თემა არის ბავშვები და მოზარდები, მოდი განვიხილოთ აგრესია ფენომენი, რომელიც ვლინდება ბავშვებსა და მოზარდებში. ნახეთ, აგრესია არის გარკვეული ქცევის პატერნი,
ნიშანი, რომელიც რაღაც მიზანს ემსახურება, ხომ? როდესაც ბავშვი არის განვითარების საწყის ეტაპზე და შეგიმჩნევიათ მცირეწლოვან, მე ვსაუბრობ წლის ბავშვზე დაუშვათ, ან წლინახევრის ბავშვზე, რომელიც მიმართავს გარკვეულ აგრესიულ ქცევას და მიმართავს რაღაც დაბნეულ სიტუაციაში, ან რაღაცის სასურველის მიღების მიზნით. რატომ იქცევა და რატომ იყენებს ბავშვი ამ დროს აი ამ აგრესიულ ქცევას? იმიტომ რომ ბავშვს ამ ასაკში არ აქვს განვითარებული ბევრი სხვა უნარი, რითაც შეძლებს რაღაცა გარკვეული სიტუაციაში გამოსავლის მოძებნას. აი როდესაც უკვე ვითარდება ბავშვი და განვითარების გარკვეულ ეტაპზე გადადის და შესაბამისად კოგნიტიური სფეროც ვითარდება, ქცევითი პატერნები უფრო ჩამოყალიბდება, ესეთ შემთხვევაში აგრესია უკვე რაღაცა სასურველის მიღების საშუალებად აღარ გვევლინება, ხო? არამედ აგრესია შეიძლება სულ სხვა რამეს წარმოადგენდეს. მოზარდებში აგრესია შეიძლება იყოს ნიშანი, სიმპტომიც კი გარკვეული ფსიქიკური პრობლემის, ხო? ძალიან ხშირად ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბავშვებსა და მოზარდებში არანაირი ფსიქიკური დარღვევა არ არის და ხშირად გამიგია ჩემს პრაქტიკაშიც, რომ ბავშვია რა დროს მისი დეპრესია, ან რა დროს მისი შფოთვითი აშლობა, ეგრეთ წოდებული ნევროზი, ხო? თუმცა ეს მცდარი შეხედულებაა და დაახლოებით 75% ფსიქიკური აშლობებისა მანიფესტირდება სწორედ ბავშვთა ასაკში. უბრალოდ მათი იდენტიფიკაცია არ ხდება და შესაბამისად არ მიმართავენ სპეციალისტს დროულად. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ტენდენცია ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შეიცვალა და გაცილებით გაზრდილია მიმართვიანობაც, რაც რა თქმა უნდა ძალიან სასიხარულოა, თუმცა ჯერ კიდევ შორს არის იმ სასურველი შედეგისა, რაც ჩვენ გვინდა სპეციალისტებს, ხო? ამიტომ შეიძლება აგრესიული ქცევა და ზოგადად ეს ქცევითი სიმპტომები ბავშვთა და მოზარდთა ასაკში შეიძლება იყოს გარკვეული წუხილის მანიშნებელი. აი ამ შემთხვევაშიც მოზარდებში აგრესიული ქცევა ან განსაკუთრებულად უჩვეულო აგრესიული ქცევა, იმიტომ რომ შესაძლებელია აგრესიას ჰქონდეს რაიმე ლოგიკური საფუძველიც, ხო? ამიტომ მნიშვნელოვანია რა კონტექსტში, რა სიტუაციაში ვლინდება ეს აგრესიული ქცევა და იმ შემთხვევაშიც კი როდესაც უჩვეულო სიტუაციაში ვლინდება, შეიძლება მის უკან იმალებოდეს რაიმე პრობლემა, გარკვეული ფსიქიკური სირთულე. არ არის აუცილებელი რომ აშლილობა იყოს. შეიძლება გარკვეული სირთულე, პრობლემა, გადაუმუშავებელი ემოციები, ხო? და ბავშვს შეიძლება არ ქონდეს და მოზარდს მიუხედავად მისი ასაკისა, არ ქონდეს სხვა უნარები, რომ აი ეს ემოციები ან გადაამუშავოს, ან რაიმე სხვა ფორმით გამოხატოს და მიმართავს ძალიან ხშირად პრიმიტიულ. ამიტომ ვახსენე ეს ძალიან მცირე ასაკი, როდესაც ვლინდება აგრესია, იმიტომ ეს არის ძალიან პრიმიტიული ქცევის პატერნი. ანუ რეალურად აგრესია რაღაც ინფანტილიზმის გამოვლინების ერთ-ერთი ბატონო. ნახეთ, ზოგადად თუ კი შეუსაბამოდ გამოვლინდება, შეიძლება ითქვას, რომ შეიძლება რაღაც ინფანტილური ქცევის გამოხატულება იყოს. მაგრამ შეიძლება ეს იყოს, როგორც მოგახსენეთ, რაიმე ფსიქიკური დარღვევის ნიშანი, აშლილობის ნიშანი. მაგალითად, ბავშვთა ასაკში დეპრესიული მდგომარეობა არ ვლინდება კლასიკური დეპრესიული ნიშნებით და შეიძლება სწორედ ესეთი აგრესიული, ოპოზიციური ქცევით, ჭირვეული ქცევით გამოვლინდეს, ხომ? ან შესაძლებელია დაუშვათ აი სიბლინგთა მეტოქეობის მდგომარეობა, როდესაც ახალი ბავშვი შემოდის, ასე ვთქვათ, ოჯახში. შეიძლება ამ დროსაც გამოავლინოს ბავშვმა აი ეს დაუშვათ რეგრესი თავის ქცევაში და გარკვეული აგრესიული ასაკთან შეუსაბამო აგრესიული ქცევით მოგმართოს მშობელმა, ხომ? ძალიან ხშირია ესეთი შემთხვევები. თუმცა გარდა ამისა, შეიძლება იყოს რაიმე სხვა წუხილი, ხომ? იმიტომ რომ აგრესია შეიძლება რა თქმა უნდა განპირობებული იყოს ბიოლოგიური, გენეტიკური ფაქტორებითაც, ამაზე მხოლოდ გარემო არ ზემოქმედებს, ხომ? ეს შესაძლებელია იყოს გარკვეული იმ ნეირობიოლოგიური, ბიოქიმიური ფაქტორებით, რომელსაც არ განსაზღვრავს სოციუმი და არც ის ოჯახური გარემო, რომელშიც ბავშვი იზრდება, არამედ განსაზღვრავს გენეტიკა. და ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ სპეციალისტები, როდესაც ატარებთ კონსულტაციას,
კონსულტაციას ყოველთვის ვიკვლევთ, ხომ არ არის რაიმე აი ესეთი ქცევითი სირთულეები ან ბრაზის მართვის სირთულეები ოჯახის წევრებთან, განსაკუთრებით პირველი, მეორე რიგის ნათესავებთან, არა? იმიტომ რომ შესაძლებელია ეს იყოს განპირობებული, როგორც კიდევ აღნიშნეთ, გარკვეული ნეირომედიატორების დისბალანსი. თუმცა არც მხოლოდ გენეტიკა არის ამაზე პასუხისმგებელი, ხომ? ეს შეიძლება სოციალური გარემოს ან საცხოვრებელი გარემოს ან რაიმე იმ ფაქტორის მიერ იყოს განპირობებული, რომელშიც ბავშვს უწევს ყოფნა, სკოლა, ოჯახი, ხო? ქაოტური გარემო ზოგადად ოჯახში ბუნებრივია, რომ მანიფესტირებას აი ამ აგრესიული ქცევის მნიშვნელოვნად ხელს უწყობს. იმიტომ რომ გარკვეულწილად ვერ ხდება ბავშვის სხვადასხვა ემოციების დაკმაყოფილება, სურვილების დაკმაყოფილება და ამ ემოციების გატარებაც, შეგრძნობაც ვერ ხდება. ემოციურ განვითარებას ასეთ ქაოტურ შემზღუდავ გარემოში ბავშვი ვერ გადის თანმიმდევრულად და შესაბამისად შეიძლება რომ აი ესეთი ინფანტილური, როგორც ვახსენეთ, პრიმიტიული ქცევით გამოხატოს თავისი სურვილები, რომელიც კიდევ ერთხელ ვამბობ, თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ ძალიან ხშირად ასეთი ბავშვებს როგორც ცუდი ზნის ან ცუდი ქცევის ბავშვებს, უზრდელ ბავშვებს ასეც მოიხსენიებენ, ხო? და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ სულ ვცდილობთ, რომ სკოლის პედაგოგებთან, მშობლებთან გქონდეს გარკვეული ეს საგანმანათლებლო საუბარი, რომ აუცილებელია გავერკვიოთ რა უდევს ამას საფუძვლად. ეს არ გამორიცხავს იმას, რომ მე ნამდვილად არ ვამბობ იმას, რომ არ არსებობს დაუშვათ ან უზრდელი ადამიანი, ან არ არსებობს ცუდი ქცევის ან ცუდი ზნის ბავშვი, ამას ნამდვილად არ ვამბობ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ განვიხილოთ კონტექსტი და ყველა ერთ ქვაბში არ მოვხარშოთ, ხო? იმიტომ რომ შესაძლებელია ამას ჰქონდეს ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზი. კი ბატონო, თქვენ ძალიან სწორად ახსენეთ, რომ აგრესია შეიძლება იყოს ერთგვარი სიმპტომიც. ამ პერიოდში, რა პერიოდზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, ბავშვი გადის პუბერტატს, გარდატეხის ასაკს. და მშობლებისთვის და ჩვენი მსმენელისთვის და მაყურებლისთვის რომ განსაზღვროთ, როგორ განვასხვაოთ ერთმანეთისგან გარდატეხის ასაკში, ასე ვთქვათ, მოჭარბებული იმპულსები და ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი გარკვეული აგრესიული ქცევები და გარკვეული სიმპტომები, ანუ როგორ დეფინიცია, როგორ გავუკეთოთ ამ ყველაფერს დიფერენცირება. კი ბატონო. საკმაოდ რთული არის ესეთი მკაფიო დემარკაციული ხაზის გავლება, რომ აი აქ უკვე მთავრდება ნორმა და უკვე იწყება პათოლოგია. ეს ძალიან რთული არის და მეც ესეთი ძალიან სწორი, მკაფიო, ზუსტი პასუხი არ მაქვს. თუმცა ჩვენ ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტები ვიღებთ საზომად ფუნქციონირების ხარისხს და პროდუქტიულობას, ხომ? თუ ვამჩნევთ, რომ ბავშვის ქცევა მნიშვნელოვნად დესტრუქციული, დისფუნქციურია, ეს უკვე საკმარისი ნიშანია იმისათვის, რომ ადამიანმა დასვას ეს შეკითხვა, რომ რა ხდება ბავშვის თავს, ხომ არ არის რაიმე წუხილი, ფსიქიკური წუხილი, ან სხვა ტიპის სოციალური წუხილიც, ხომ? რამე პრობლემაში ხომ არ იმყოფება ბავშვი. როდესაც იცვლება კარდინალურად ქცევა და ჩვეულ ქცევას გასაგებია, რა თქმა უნდა, რომ მოზარდობის ასაკი თავისთავად არის ძალიან რთული, ხომ? შინაარსობრივადაც ძალიან ბევრ კრიზისულ მომენტს მოიცავს და რაც მთავარია, ბევრი გარე ფაქტორით შემოდის, დაწყებული ბიოლოგიური ფაქტორებიდან, იმიტომ რომ იცვლება ხო ცირკადული რიტმი, იცვლება ჰორმონალური სისტემა, სხეულიც მნიშვნელოვან ცვლილებას განიცდის და აი ამ ესეც სწრაფ ცვლილებასთან, ძალიან სწრაფ ცვლილებასთან, ხო? აი უფროსები რო დავფიქრდეთ, რაღაც 2 და 3 წლის განმავლობაში ერთ სახეზე გაჩენილ ერთ ნაოჭმა შეიძლება ჩვენ ჩაგვეკვდოს ძალიან დიდ წუხილში და ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ერთ წელში მოზარდობის ასაკში ბავშვმა შეიძლება განიცადოს მნიშვნელოვანი ცვლილებები, არა და ამასთან ეს სტრესია გარკვეულწილად და ამასთან შეგუებას სჭირდება გარკვეული რესურსი, არა? ეს არ არის მარტივი ამბავი ადამიანისთვის. გარდა ამ ბიოლოგიური ფაქტორებისა და ამ ჰორმონალური შინაგანი ძვრებისა, ხომ? როდესაც ადამიანი რაღაც ახალ აღმოჩენებს აკეთებს. აქვე მოდის გარემოდან გარკვეული წნეხი, მოთხოვნა, იზრდება არა მხოლოდ ის სივრცე, რომელშიც ადამიანი არის და შემოდიან
ახალ-ახალი ადამიანები, არამედ მოთხოვნები მის მიმართაც, ხო, ყველაფერს თავი რო დავანებოთ, იცვლება სასკოლო მასალა, რთულდება სასკოლო მასალა. მეხუთე კლასის მასალასა და მერვე კლასის მასალას შორის მაგალითად არის მნიშვნელობა, დატვირთვაც იზრდება. გარდა ამისა, რაღაცა გარკვეული ახალ-ახალი სურვილებიც ჩნდება მოზარდში და ეს ყველაფერი ის გარემო ფაქტორი კიდევ უფრო მეტად რთულად, რა თქმა უნდა, რთულ მდგომარეობაში აყენებს მოზარდს. ეხლა ნახეთ, აი აქ უნებრივია რომ მოდის აი ეს ფიქრი მოზარდში რომ როგორ მართო ეს ყველაფერი, როგორ გაუმკლავდე აი ამ ყველაფერს და ხანდახან არის რომ სწორედ აი ამ რესურსის უნარების დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს გარკვეულწილად აი ეს აგრესიული ქცევის გამოხატვა, იმიტომ რომ გადაიწვას, გამოიფიტოს, რაც თავი აქ ინდივიდუალური რესურსიც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა ადამიანს ერთი და იგივე რესურსი არ აქვს. დარწმუნებული ვარ, ხშირად მოგისმენიათ, რომ აი ჩემს ბავშვობაში, ასე ჩემს დროს საერთოდ არ იყო შედარებები საერთოდ ანგრევს ფსიქიკას. ეცეთ რა არასწორია, არ ეხმარება, შეიძლება არ ანგრევს, მაგრამ არ ეხმარება. ხო, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ გენეტიკურად შეიძლება დედა შვილს ბევრი რამ ჰქონდეს, საერთო მაინც ეს ერთი თაობა მინიმუმ ხო განსხვავებულია რა, თუ მეტი არა რიგ შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, ვერაფრით ვერ შეედრება ბავშვის ამჟამინდელი სოციოკულტურალური, მათ შორის ბიოლოგიური გარემოც მშობლისას და განსაკუთრებით ამ თაობაში. იმიტომ რომ დღევანდელი ჩვენი საუბრის თემაც არის ხომ აი ეს ონლაინ, ასე ვთქვათ, სივრცე და მისი ზეგავლენა და ჩვენი მშობლების და ამჟამინდელი ბავშვების, მათ შორის ჩვენს ბავშვობაშიც ეს არ იყო ესეთი აქტუალური, იმიტომ რომ არ არსებობდა უბრალოდ მსგავსი სიტუაცია. აი ამიტომაც მნიშვნელოვანია რომ განხილულ იქნას ყველაფერი კონტექსტში, რა კონტექსტზე ვსაუბრობთ, ხო? იმიტომ რომ 10 წლის წინ სრულიად განსხვავებული რაღაცა სოციალური კონტექსტი იყო და მაშინ სხვა რამ იყო აქტუალური, ახლა სრულიად განსხვავებული არის და ამიტომ ამ ჭრილში უნდა განსაზღვროთ და საჭიროებებიც კი, შეიძლება ვთქვათ, რომ გარკვეულწილად მედეგობა შესუსტებულია ბავშვების სტრესის მართვის და ასე შემდეგ, თუმცა ამას თავისი მიზეზები აქვს და ამისი მიზეზი ნამდვილად არ არის ის, რომ ბავშვს აქვს არჩევანი და არ ირჩევს. კი ბატონო. კეთილი, სწორედ ეს იყო ჩემი მიზანი ამ ბლოკის კითხვებიდან გამომდინარე, რომ ჩვენ პირდაპირ ვამბობთ, რომ ბავშვი არის აგრესიული, თუმცა ამას საფუძვლად რა უდევს, რა გზა გაიარა ბავშვმა და ამ შედეგამდე როგორ მოვედით, ძალიან მარტივია ზოგადად, ესე ერთი ხელის მოსმით ყველაფერზე რაღაცა დაბეჯითებით თქმა, თუმცა უნდა ვიცოდეთ რეალურად რა იყო ამ შედეგის უკან. მოდი, ერთი შეკითხვა გამიჩნდა ახლა ამ საუბრიდან გამომდინარე, შეიძლება თუ არა რომ ბავშვი სახლში იქცეოდეს ძალიან კარგად, იყოს კარგი გოგო ან კარგი ბიჭი, თუმცა მის შიგნით იმხელა ქაოსი და იმხელა აგრესიას უფევდეს, რომ გარეთ იყოს რადიკალურად განსხვავებული ტიპაჟი და მშობელი უბრალოდ ვერ ხვდებოდეს, როგორია სახლში და როგორია გარეთ. კი, და პირიქითაც. მე ხშირად მგონია ასეთი შემთხვევა, რომ პირიქით გარეთ ბავშვი ბრჭყალებში იქცევა სანიმუშოდ, თუმცა სახლში დაბრუნებულს ავლენს მნიშვნელოვან ქაოტურ, მათ შორის აგრესიულ ქცევას, იმიტომ რომ ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მშობელი გადაწყვეტს, რომ მოდი ჩავრთოთ სპეციალისტი, ეს არის აგრესიული ქცევა. ხომ ეს შეიძლება იყოს ჰეტეროსხვის მიმართ გამოწვეული გარკვეული აგრესია, ან აუტოაგრესიაც, ხო? იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ბოლო წლებში საკმაოდ იმატა აი ამ აუტოაგრესიის ეპიზოდებმა რა ბავშვებში. სუიციდურ ეპიზოდებს გულისხმობთ? გულისხმობთ თვით დამაზიანებელი ქცევის ეპიზოდებს, იმიტომ რომ ეს მაინც განსხვავებული ქცევა არის, სუიციდური ქცევა და თვით დამაზიანებელი ქცევა. ვსაუბრობ ამ შემთხვევაში არ შევეხები, ნაკლებად შევეხები სუიციდალურ ქცევას და უფრო ხაზგასავალ აი თვით დამაზიანებელ ქცევას, რომელიც არ ატარებს საკუთარი სიცოცხლის ხელყოფას მიზნად, არამედ ატარებს საკუთარი სხეულის დაზიანებას, საკუთარი თავის დაზიანებას, დესტრუქციულ ქცევას და აქაც ამასაც გარკვეული მიზეზები აქვს, საფუძველი აქვს ამასაც, ხო? და როგორც წესი ეს არის სტრესის გამკლავების
ნაკლები უნარი, ჯანსაღად გამკლავების ამაშია საქმე, ხომ? და ამგვარი არაჯანსაღი მეთოდები, ასე ვთქვა, სტრესის თუ ან რაიმე ესეთი დაძაბული სიტუაციის შინაგანი იქნება ეს თუ გარეგანი მართვის, ხო? რაც შეეხება აი ამ საუბრობდით ხომ რომ მშობლის მიერ როგორ იქნას აღმოჩენილი და როცა ბავშვი სახლში კარგად იქცევა დაუშვათ და აი გარეთ ავლენს ისეთ ქცევას შესამჩნევად აგრესიულ ქცევას ან რაიმე დისფუნქციურ ქცევას. ბავშვი არის სხვადასხვა გარემოში და ეს სხვადასხვა გარემოც ბუნებრივია რომ პასუხისმგებელი არის რომ ყურადღება მიაქციოს და გარკვეული როლი ითამაშოს. ეს იქნება სკოლის გარემო, ეს იქნება სპორტის გარემო, ნათესავების გარემო, მეგობრების გარემო, ხომ? აქედან ეს მხოლოდ მშობელი არ არის ბავშვის ფსიქიკის ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი და რატომღაც ესეც ბოლო პერიოდში ესეც მაწუხებს, იმიტომ რომ მხოლოდ მშობელი მგონია რომ ჩართულია აი ამ სიტუაციაში და ასე არ უნდა იყოს. თუ კი ბავშვი ავლენს გარკვეულ აგრესიულ ქცევას სკოლაში, აუცილებელია რომ სკოლის გარემომაც აღმოაჩინოს მიზეზები და ყოველ შემთხვევაში დაინტერესდეს ამაში. შესაძლებელია ეს იყოს გამოწვეული მაგალითად სკოლაში გარკვეული სირთულეებით, დაწყებული აკადემიური სირთულეებით, დამთავრებული კომუნიკაციური სირთულეებით. გარდა ამისა, დღევანდელი ჩვენი საუბრის თემაც სწორედ ესაა, გარკვეული ურთიერთდამოკიდებულება და მახინჯი არასწორი, მათ შორის დამაზიანებელი დამოკიდებულება მოზარდების ერთმანეთს შორის, ხომ? შეიძლება ბავშვის აგრესიულ ქცევას უდევს სწორედ ეს მიზეზი. ამიტომ მიზეზი აუცილებლად გამოსაკვლევია და არც ისეთი რთული არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩვენ გვეჩვენება. უბრალოდ მთავარია რომ სწორად და დროულად გამოვხატოთ ჩვენი ინტერესი და რაც მთავარია, ბავშვს არ გქონდეს იმის განცდა, რომ ეს ინტერესი არის იმით განპირობებული, რომ ჩვენ გვინდა რომ ის დავსაჯოთ, ან გვინდა რაიმე ისეთი შენიშვნა მივცეთ. არამედ იმით არის განპირობებული, რომ ჩვენ გვინდა მას დავეხმაროთ. ნახეთ, როდესაც მშობელს ჩემთან ბავშვი მოყავს, ხანდახან აქვს ეჭვი, რომ ის ვერ გაიხსნება, არ იტყვის იმას, რაც მნიშვნელოვანია. ამიტომ ხშირად სურთ ხოლმე, რომ ჯერ თვითონ შემოვიდნენ კონსულტაციაზე, მერე შემოვიდნენ ბავშვები და მე ყოველთვის ვცდილობ, რომ პირიქით გავაკეთოთ, ხო, ჯერ ბავშვთან ვიკონტაქტო, იმიტომ რომ გამოვიწვია მისი ნდობა, აუხსნა და საკმაოდ კარგად მიდის ხოლმე პროცესი და უკვე შემდგომში მშობელს რომელიც შემოვა, რომ უი, ეს ყველაფერი გითხრათ, მოგიყვათ. ნახეთ, არ არის ეს გასაკვირი, იმიტომ რომ მიხვდება თუ არა ბავშვი, მე იქ რისთვის ვარ და პირველი სწორედ ამას აკეთებთ, ხომ, სპეციალისტები, რომ ავუხსნათ ბავშვს, რომ ჩვენ არ ვართ დაუშვათ დედის მიერ დაქირავებული ადამიანი, რომელმაც საყვედური უნდა, ან უნდა გაასწოროს მისი ქცევა, ხომ? არამედ ვართ ადამიანები, რომლებიც ვცდილობთ გავერკვიოთ სიტუაციაში, იმიტომ რომ მას დავეხმაროთ. ესეთ შემთხვევაში გაცილებით უფრო მარტივად და გულწრფელად აზიარებს ბავშვი აი მისი მათ შორის ქცევის მიზეზებსაც, ხო? ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სიტუაციაში გამორკვევა და არა უბრალოდ, იცით რა, მზაპასუხების ძიებაში იკარგება ძალიან დიდი დრო, იმიტომ რომ მშობლებიც მეუბნებიან, რომ უამრავ რამეს ვკითხულობ, უამრავ ვუსმენ დაუშვათ, ხო, რის ძიებაში, რომ რაღაც ისეთი რეცეპტი ვიპოვოთ, რომელსაც შემდგომში გადმოვიტანთ ჩვენს ცხოვრებაში და მოვარგებთ, ასე ვთქვათ, ჩვენს მოზარდს და ესეთი რეცეპტი არ არსებობს. ეს ყავს სახლში, კომუნიკაციით, მისი ცხოვრების ისტორიის და მისი პიროვნების შესწავლით. აი ესე მივხვდებით რაღაცეებს და რაც მთავარია, მასაც მივახვედრებთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ნაწილი. ისწავლონ ბავშვებმა არა მხოლოდ დაუშვათ ფიზიკური და ზოგადად სკოლაშიც ხო სწავლობენ გარკვეულ საგნებს იმისთვის, რომ ცხოვრება როგორ არის მოწყობილი ეს სამყარო ისწავლონ. ძალიან მნიშვნელოვანია ბიოლოგიასაც ამიტომ სწავლობენ, მათ შორის ანატომიას, რომ როგორ არის სხეული მოწყობილი ისწავლონ, ხო? და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა ისწავლოს, როგორ არის მისი ფსიქიკა მოწყობილი, ხომ? რა ემოციები აქვს. ეს მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს დღევანდელ დღეს. საკუთარი გრძნობა ემოციების ვერ დასახელება და რაღაც იდენტიფიცირებას ვერ ახდენენ, იმიტომ რომ ეს კიდე ცალკე პრობლემა, რასაც შევეხებით ჩვენ, როდესაც ეკრან დამოკიდებულებაზე გადავალთ. თუმცა მოდი გადავიდეთ ახლა შემდეგ, ასე ვთქვათ, ბლოკის შეკითხვებზე და
საუბრობდით აგრესიაზე და ბოლო პერიოდის განმავლობაშიც ჩვენ გავხდით ძალიან მძიმე ფაქტების მომსწრენი, როდესაც მოზარდები ძალიან დიდ სისასტიკეს იჩენდნენ ერთმანეთის და სხვების მიმართ, თუმცა ამ დროს მე როგორც რიგით მაყურებელს უფრო შემზარავი ჩემთვის იყო იმის ყურება, რომ მათ არ ქონდათ არანაირი თანაგანცდა და თანაგრძნობის რაღაცა მომენტი, რომ არანაირი ემპათია, რომ სხვას ესე ტკენ, თუნდაც ფსიქოლოგიურად, თუნდაც ფიზიკურად და მოდი ვიმსჯელოთ ამ თემაზეც, თანაგრძნობაზე და თანაგანცდაზე, ემპათიაზე, როგორ ყალიბდება ეს ბავშვების შემთხვევაში, ეს არის თანდაყოლილი, რაც ყველა ბავშვს გააჩნია, თუ ოჯახის და აღზრდა გარემოს შედეგად ყალიბდება ჩვენში. ნახეთ ნინი, რაღაც დონით, რა თქმა უნდა, თანდაყოლილიც არის. იცით, აი პატარა ბავშვსაც კი შეამჩნევთ ხომ, როდესაც რაღაც ისეთ სიტუაციაში ჩავარდება ორი პატარა ბავშვის ქცევას თუ დააკვირდებით და სადაც ერთ-ერთი ტირის, მეორე ბავშვის ქცევას თუ დააკვირდებით, შეიძლება ამოიცნოთ, რომ ეს ბავშვი მიმართული არის, რომ რამე ისეთი გააკეთოს, რომ ან დაამშვიდოს ეს ბავშვი, ან ყოველ შემთხვევაში შეწუხებული არის და ეს არის ემპათიის შეგრძნება. რა თქმა უნდა, იმ ფორმით, რა ფორმითაც შეუძლია, რომ ამასაკის ბავშვმა გამოხატოს. მაგრამ ემპათიას აუცილებლად სჭირდება განვითარება და ეს უკვე არის, რა თქმა უნდა, რაღაცა სოციოკულტურალური ფენომენი, რომელიც უნდა განვითარდეს, უნდა დაისწავლოს ადამიანმა. როგორც ემპათიის დასწავლა შეიძლება გარკვეულწილად, რა სიტუაციებში, რატომ, როგორ ინტერესის გამოხატოს, ხომ? და ეს პირველ რიგში ხდება იმით, როდესაც ადამიანი საკუთარ ემოციებს გაეცნობა, ხომ? როდესაც გაეცნობა რა არის სევდა, რა არის ტკივილი, წუხილი, სირცხვილი, დანაშაული შეგრძნება და ასე შემდეგ. ბუნებრივია, კარგად გარკვეული ადამიანის საკუთარ ემოციებში გაცილებით უფრო მეტად ემპათიურია, ვიდრე ადამიანი, რომელიც ვერ ერკვევა ემოციებში. ნახეთ, ადამიანები, რომლებსაც აქვს დაბალი ემპათიურობის განცდა, მათ ზოგადად ემოციების მიმართ აქვს ძალიან დაბალი უნარი, რომ ზოგადად ეს ემოციები განიცადოთ. არა მხოლოდ თანაგრძნობა დაუშვათ ან შეცოდება სხვა ადამიანის, არამედ ნებისმიერი სხვა შეგრძნება, როგორიც და ემოცია, როგორიც ბაზისური ემოციები შეიძლება იყოს შიში, სირცხვილი, ხომ, სიყვარული და ასე შემდეგ. ამ ემოციებს ყველას სჭირდება განვითარება, ხომ? ამაზე უნდა იმუშაოს როგორც ოჯახმა, ასევე სკოლამ, მიკროსოციუმმა, მაკროსოციუმმა და ასე შემდეგ. შესაძლებელია ბავშვს ჰქონდეს გარკვეული სირთულე, როგორც თავიდან აღნიშნე, ეს შეიძლება იყოს განპირობებული გენეტიკური და ბიოლოგიური ფაქტორებით. ძალიან გამიჭირდება, რომ ყველა შემთხვევაზე ვთქვა, რომ აი რაღაცა გარემომ მიიყვანა აი ამ მდგომარეობაზე, ხომ? არა, შესაძლებელია და გვინახავს ჩვენ სპეციალისტებს პრაქტიკაში შემთხვევები, როდესაც არაჩვეულებრივ გარემოში იზრდება, იმყოფება მზრუნველ ოჯახში, თუმცა მაინც გვხვდება აი ეს ძალიან უკიდურესად დაბალი ემპათიურობა. ჩვენ სპეციალისტებმა ვიცით, როდესაც გარკვეული პიროვნების განვითარების და ჩამოყალიბების პროცესი მიმდინარეობს, თუ კი აი ამ პიროვნულ ჩამოყალიბებას რაიმე დევიაციური ხასიათი აქვს, როდესაც ეგრეთ წოდებული პიროვნული აშლილობები, პერსონოლოგიური აშლილობები შეიძლება ჩამოყალიბდეს, აი ამ გზაზე ყველაზე მეტად თუ კი რაიმე ზიანდება, ეს არის ემპათიურობა. ხვდებით და აქედან გამომდინარე შესაძლებელია იყოს გარკვეული ბიოლოგიური ფაქტორით. ამასაც რა სჭირდება? დროული იდენტიფიკაცია, თუ ასე არის, ხომ რა გავაკეთოთ, როგორ ადამიანებმა, რომლებსაც არაფერი არ დააშავეს, მაგრამ აქვთ ეს აშლილობა, დავარქვათ, ხომ? რაღაცა დახმარებას ხომ საჭიროებენ, ისინი ამას ვერ ხვდებიან. აი ეს არის ერთ-ერთი დამახასიათებელი პიროვნული აშლილობების, რომ ისინი აი ამ პრიზმით დაიბადნენ, ასე უყურებენ სამყაროს და ასეთი გადაწყვეტები აქვთ. ხვდებით? ეს მათ და უნებურად ხდება, მათ არ იციან, რომ ეს არის პათოლოგიური დაუშვათ და რომ არსებობს რაიმე ჯანსაღი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დროულად, ძალიან მათ შორის მოზარდობის ასაკშივე პირველი მანიშნებელი, თუნდაც აგრესიული ქცევა ცხოველებთან, ხო? შევამჩნიეთ ბავშვს. ეს უკვე არის ნიშანი გარკვეულწილად, რომ ესე იგი რაღაცაში შეიძლება იყოს საქმე და მოვიხმოთ სპეციალისტი, ან ჩავრთოთ გარკვეულწილად. ყოველ შემთხვევაში ეს გამაფრთხილებელი ნიშნები, როდესაც ადამიანი რაიმე დანაშაულს ან რაღაც ისეთ საქციელს ჩადის და არა აქვს სინანულის შეგრძნება, ხო? მე არ მჯერა, გულწრფელად რომ გითხრათ, რომ აი ეს
მოზარდები, რომელიც სასტიკი ქცევით გამოირჩევიან და ყველა ჩვენთაგანი ვართ გარკვეულწილად შეწრუნებული ამის ცქერით, მე არ მგონია რომ ერთ დღეს გაიღვიძეს ამ ადამიანებმა და უცებ გადაწყვეტეს ასეთი ქცევის გამოხატვა. ეს პროცესია და ამ პროცესში ჩართულები არიან ადამიანები, ხო? მათი ოჯახის წევრები, მეზობლები, სკოლის პედაგოგები. არ შეიძლება მხოლოდ კონკრეტულად მათ მშობლებს მოვთხოვოთ გარკვეული პასუხი, ხო? იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით მათ მშობლებს განა აქვთ რესურსი, რომ აი ეს აღმოაჩინოთ, მაგრამ იქნება და სხვას აქვს, იქნება დაუშვათ სკოლას აქვს, მეზობელს აქვს, ნათესავს აქვს და ასე შემდეგ. ამაზე პასუხისმგებელი მე მგონი რომ ყველანი ერთად უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ შემდგომში ამის მსხვერპლი შეიძლება გავხდეთ ჩვენ, ხო? მან ჩვენი ძალიან ახლობელი ადამიანები. გარდა ამისა, აქ შემოდის მეორე ფაქტორი, რასაც ქვია გარკვეული დასწავლითი ქცევა, უკვე აგრესიული ქცევის დასწავლა. თუ კი ემპათიურობის დასწავლა ვამბობ რომ შეიძლება, აგრესიული ქცევის დასწავლაც ხო შეიძლება. რა არის ამაში გასაკვირი? აბსოლუტურად არაფერი. ამიტომ, როდესაც ხდება გარკვეული აგრესიული ქცევის ნორმალიზება და ჩვენ ამას ხვდებით დღეს, ხომ? გარკვეულწილად სოციუმში გარკვეული ქცევითი პატერნები მნიშვნელოვნად აგრესიულად შეიცვალა და რაც ნორმალიზდა, რაც ადრე შეიძლება რაც მე ჩემს ბავშვობაში თუნდაც ან კიდევ მოსმენით ჩემი მშობლების ან ბებია-ბაბუებისგან ვიცოდე ხომ რაც ბრჭყალებში სირცხვილი იყო. დღეს ასე ვთქვათ ძალიან თავისუფლად და პირიქით ნორმად არის ქცეული. კიდევ ერთხელ ვამბობთ რომ ამითი თითქოს თავისუფლდებით ან ვითარდება საზოგადო მე არ ვფიქრობ რომ აგრესიული ქცევის ნორმალიზებით რაღაც უფრო ცივილურები ან უფრო ჰუმანურები ვხვდებით. და მე ვფიქრობ რომ ამისკენ უნდა იყოს ხო განვითარება მიმართული და არა იმ ქცევების ნორმალიზებისკენ, რომელმაც შეიძლება შემდგომში აი ეს კუმულაციური ეფექტით, კი ბატონო, მე პასუხისმგებლობას ამ ადამიანებს კი არ ვაკისრებ, მაგრამ ზოგადად რაღაცა კონკრეტული აგრესიული ქცევების ნორმალიზება შეიძლება ნელ-ნელა უფრო შეამციროს, ხო? აი ეს ემპათიურობის ხარისხი, დონე და უფრო ნორმალიზდეს, ეს არაფერი არ არის. სხვისი დაცინვა, სხვისი აბუჩად აგდება დაუშვათ. რაც ჩვენი რაცა ყოველდღიურობა რაც სამწუხაროდ ჩვენი სოციალურში, აი ერთი ჩამოსროლა გვინდა და ძალიან დიდი მადლობა ზოგადად ეს თემა რო წამოჭერით, იმიტომ რომ რეალურად მართლა ემპათია შეიძლება ან ემპათიის ნაკლებობა შეიძლება იყოს როგორც აღნიშნეთ გენეტიკურიც და ისიც რომ ჩვენ ბავშვობაში რაღაც ჩვენ ტკივილებზე არ მოგვაქციეს ყურადღება და ჩვენი გრძნობები უგულვე ყოფილი იყოს, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან მგონია რომ ყველაზე დიდი პრობლემა მაინც არის ეს, რომ რეალურად ჩვენ ვაძლევთ ამის მაგალითს. ერთი შესვლა სოციალურ ქსელში და ანუ ათასობით ვიდეო გვხვდება ალბათ ყოველდღიურად, როგორ ლანძღავს ერთი მეორეს, როგორ და მარტო ვიდეო კომენტარები და საოცრება რა არის, იცით რომ იმ ადამიანების კომენტარები, რომლებიც აი აღშფოთებულნი არიან აი ამ აგრესიული ქცევით. რა საოცარია რომ აი ამ აგრესიული შინაარსის ვიდეოს ხვევით ადამიანების კომენტარები, რომლებიც აღშფოთებული არიან ამ ადამიანების ქცევით, ასევე აგრესიულად ახდენენ ამ ქცევის დაუშვათ დაგმობას ან არა პრობლემის აღმოფხრის, ამოცნობის, ან ამ შეკითხვის დასმით, ან რაიმე სხვა ფორმით. არამედ ასევე აგრესიულად და შესაბამისად იცით რა იბნევა ბავშვი და მოზარდი და არ მიკვირს ხომ, იმიტომ რომ ისედაც დაბნეულია და ვეღარ ხედავს რა არის, აი მე რომ გითხარით რომ რთულია აი ამ ნორმისა და პათოლოგიის ხაზის გავლება, ის რა ჩვენ უნდა და მით უმეტეს ახლა ჩვენ ფსიქიატრიაში და ფსიქიკურ ჯანმრთელობაში ძალიან რთულია, ამიტომ ჩვენ მნიშვნელოვნად ვართ დამოკიდებული რაღაც საზოგადოების და აი კონკრეტული სოციოკულტურალური სივრცის მიერ შემოთავაზებულ ნორმებზე, იმიტომ რომ რაღაცა რაც არის საქართველოში ნორმა, რაღაცა ქცევა, ან გამოხატვა, ქცევითი გამოხატვა, ის შეიძლება ნიგერიაში არ იყოს ამ პირიქით, ხო? ნორმა და იქ ცოტა სხვა ნორმები არსებობდეს, ხო? ნუ აქ არ მაქვს საუბარი ისეთ ქცევაზე, რომელიც ცალსახა არის ყველა ერისა და ყველა ეთნიკური წარმომავლობის მქონე ადამიანისთვის, ხო? მაგრამ მნიშვნელოვანია რომ აქაც თვითონ აი ამ გარკვეულმა სოციალურმა სივრცემ რაღაცა გარკვეულწილად თქვას რომ ეს არ არის ნორმა, მაგრამ როდესაც ეს
კიდევ ერთხელ სოციალურ მედიაში იქნება თუ ნებისმიერ სიტუაციაში ცოცხალ ურთიერთობაშიც უკვე ეს აგრესია იმდენად ჩვეულებრივი ამბავი არის, რომ აბსოლუტურად ნორმალიზებულია. აბსოლუტურად. აქედან უკვე გაცილებით უფრო შევიწროვებულია ის ნაბიჯი იმ აგრესიული ქცევის გამოხატვამდე, რომელსაც ადამიანები უკვე გამოხატავენ და აი მერე უკვე აღშფოთება, ხო, მერე უკვე გვიანია სამწუხაროდ, იმიტომ რომ უკვე მსხვერპლია არა მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც დაუშვათ როგორც მსხვერპლი ისე გვევლინება ამ ვიდეოსა თუ ნებისმიერ სიტუაციაში. არამედ ის ადამიანებიც, ვინც აი ამ ქცევას განახორციელებენ, ხო? ის 15-16 წლის მოზარდები, რომლებიც, პრაქტიკულად აი ამ ქცევის გამო რა თქმა უნდა. და ვინც ახორციელებენ ამას, ხო, ის ადამიანები. კი, აი სოციალურ ქსელშიც ახლა როცა საუბრობდით, გამახსენდა, რომ აი რამდენიმე ეგრეთ წოდებული ინფლუენსერი კონკრეტულად ეს კონტენტი აქვს, აი სხვისი დაცინვის, სხვისი რაღაცა body shaming-ის თუ აი ზოგადად დამცირების და რეალურად ეს უკვე კონტენტია მართლა ჩვეულებრივად სოციალურ ქსელში და სწორედ აქედან გამომდინარე მივადექით ახლა ასევე ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს გაჯეტებ დამოკიდებულებას და ეკრანებთან დამოკიდებულებას, იმიტომ რომ სოციალურ ქსელები ამ კუთხით მართლა დიდი პროვოცირების წყარო არის ამ აგრესიული ბავშვებისათვის. და მოდი ვიმსჯელოთ ამ საკითხსაც. წარმოვიდგინოთ სიტუაცია, რომ მშობელს გონია რომ ბავშვი არის სახლში, მას უჭირავს ხელში ტელეფონი და გონია რომ ყველაფერი მშვიდად და წყნარად არის, მას არანაირი ხიფათი არ არის. თუმცა რეალურად ეს არის მხოლოდ ფიზიკური რაღაც არსებობა. ბავშვი ამ დროს სად იმყოფება და რას აკეთებს და რა საფრთხის ქვეშ არის, ეს ცალკე საკითხი არის და მოდი ვიმსჯელოთ ამ თემაზე. ზოგადად, როდესაც ბავშვი მოიხმარს დიდი ოდენობით ამ გაჯეტებს და დიდხანს ატარებს გაჯეტებთან, რეალურად უყალიბდება თუ არა გარკვეული ქცევის მოდელი და რა საფრთხეები შეიძლება რომ აღმოცენდეს ამ პერიოდში. ხო, ეხ გაჯეტები და ბავშვები თანამედროვე დროში ეს ცალკე ერთის მხრივ პრობლემაცაა და მეორეს მხრივ არის რეალობა. რომელსაც ჩვენ ვერც გავექცევით და არც უნდა გავექცეთ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ არის რაღაცა მოცემულობა და რეალობა, რომელსაც კი არ უნდა გავექცეთ, უნდა ჯანსაღად ვადაპტირდეთ. კი, ეს ეპოქის გამოწვევაა. რაღაც მომენტში სულ ამაზე მიწევს საუბარი და ხშირად არის ესეთი დაკვეთა, რომ აი, მოდი ავკრძალოთ, ან გავაუქმოთ საერთოდ ინტერნეტი, ხო, გაჩვენ როგორ გამოვიყენებთ. ძალიან ბევრი ბენეფიტი აქვს. უნდა როგორ გამოვიყენებთ და სწორედ ამაში არის, რომ სწორად უნდა ვადაპტირდეთ და ამას ვერც ავკრძალავთ და ვერც გავაუქმებთ, ხო? იმიტომ რომ ბავშვი დღევანდელ დღეს რომ ადაპტირდეს რაღაცა გარკვეულ რეალობასთან, ამისათვის გაჯეტი უკვე აუცილებელ პირობას წარმოადგენს, ხო, საკლასო სივრცეშიც ინტეგრირდა უკვე. სწავლისათვის, აკადემიური მოსწრებისათვის, კომუნიკაციისათვის ეს არის უკვე შეუცვლელი რამ, რასაც თუ ჩამოვართვებ, ნიშნავს რომ გარკვეულ შეზღუდვაში უნდა ვამყოფოთ და გარკვეული დამატებითი სტრესი შევიტანოთ. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ განუზომელი დროით უნდა იყოს ბავშვი გაჯეტთან, ან საერთოდ ეს ბალანსირება აუცილებელია ნებისმიერ აქტივობის მიმართ, კონტენტის თუ მოხმარების დროის და დროისაც აუცილებლად. ეხლა ნახეთ, ამას აქვს ორმხრივი დამოკიდებულება. ეს არ არის ცალმხრივად, რომ ბავშვი ეჯაჭვება დაუშვათ გაჯეტს, იმიტომ რომ შეიძლება მას აქვს რეალურ ცხოვრებაში გარკვეული სირთულე და პირიქითაც მიჯაჭვული გაჯეტთან დიდი დრო გატარებული ბავშვს აქვს უკვე შემდგომში უკვე რეალურ ცხოვრებაში გარკვეული სირთულე. ანუ ამას ცალმხრივი დამოკიდებულება არ აქვს და ასე მიიჩნევა, რომ აი ყველაფერი ეს არის გაჯეტის ბრალი, ხომ? და ვამბობ რომ კი, მაგრამ მანამდე იქნებ რაღაცა პრობლემა იყო და ამიტომ მივიდა ბავშვი გაჯეტთან, ხო? მაგალითად, ჰქონდა გარკვეული შფოთვა, ჰქონდა გარკვეული კომუნიკაციური სირთულეები თანაკლასელებთან. ჰქონდა დაბალი თვითრწმენა და თვითშეფასება. ნახეთ, ონლაინ სივრცე აძლევს ადამიანს იმის საშუალებას, რომ აი ამ პრობლემებს გაექცეს, ამ პრობლემებს. და ეს პრობლემები საკმაოდ ხშირია, ხო, მოზარდებში და ბავშვებში. არაფერ განსაკუთრებულს არ ვიძახი, როდესაც ადამიანს დაუშვათ აქვს გარკვეული სხეულთან მიმართებაში ან საკუთარ უნარებთან მიმართებაში დაბალი თვითშეფასება, ასე ვთქვათ, ხო? ონლაინ სივრცე გაძლევს იმის საშუალებას, რომ რა ფორმისაც გინდა, რა შინაარსისაც შენ წარმოგიდგენია და უბრალოდ გაქვს სურვილი, ხომ? აი ეს ფორმა მისცე შენს, ასე ვთქვათ, ვირტუალურ იდენტობას და აი ამითი პოზიციონირდე, ხო? ანუ ეს
ძალიან დიდი ცდუნება არის ბავშვისათვის, რომელსაც გარკვეული სირთულეები აქვს. ახლა კი კომუნიკაციის სირთულეები იკითხეთ, ხომ? კომუნიკაციის სირთულე სადაც აქვს ბავშვს და საუბარი არის ენისა და მეტყველების განვითარების სირთულეზე. აქ მხოლოდ საუბარი არ არის გარკვეული ნეიროგანვითარების იმ დარღვევაზე, როგორც აუტისტური სპექტრი ან გონებრივი განვითარების სირთულეები, არა, უბრალოდ მეტყველების განვითარების დაყოვნების მქონე ბავშვს, ან ბავშვს, რომელსაც ექსპრესიული, ანუ გამომხატველობითი მეტყველება არ აქვს კარგად განვითარებული, ბუნებრივია, რომ მას აქვს გარკვეული წუხილი, ხომ? და მას უნდა რომ თავი აარიდოს ვერბალურ დაუშვათ კომუნიკაციას და მიმართავს დაუშვათ მესიჯობას ან SMS-ებით ან სხვა ამ ონლაინ საშუალებით კომუნიკაციას, რომელიც ემარტივება. არც ეს არ არის გასაკვირი, ხომ, ის რაც რთულია ადამიანისთვის, უნდა რომ გზას აუაროს და მივიდეს მარტივ გამოსავლამდე. უბრალოდ ბავშვმა არ იცის ამითი ან რას კარგავს, ან რა სირთულე შეიძლება შეექმნას მას მომავალში. პირიქითაც არის, როგორც ვახსენე, ორმხრივია ეს, მანკიერი წრე არის, ხო? დიდი რაოდენობით მოხმარება ამ სოციალური ან მედია საშუალებების, ხო, ამას შეიძლება გამოიწვიოს ერთის მხრივ განვითარების დარღვევაც, მეორეს მხრივ გარკვეული შფოთვითი და დეპრესიული და რატომ? იმიტომ რომ იქ უყურებს ასევე გარკვეულ კონტენტს, ადარებს, იმიტომ რომ ის თავაზობს გარკვეულ სტერეოტიპებს, ხომ? ან სტანდარტებს, მათ შორის ვიზუალური აქ განსაკუთრებით გოგონები ხდებიან, ხო? ამის მსხვერპლი, სხეულის დისმორფია, იმიტომ რომ უყურებს გარკვეულწილად რაღაცა ესე, თან მით უმეტეს, რაც უფრო მეტად იხვეწება, ეს ეგრეთ წოდებული ფილტრები თუ როდესაც ვერ გაარჩევ თუ ხელოვნური ინტელექტი, ხომ? რომ როდესაც ბავშვს არა აქვს იმისი უნარი, ყველას მით უმეტეს, არა აქვს იმისი უნარი, რომ გაარჩიოს რა არის ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ან რა არის ფილტრის და გონია ეს რეალობა. და სვამს ამ შეკითხვას, რომ მე თუ ამ რეალობაში არ ვარ, ესე იგი მე არ ვარგი ვარ, მე არ მივარგა სხეული, არ ვარ სათანადოდ ლამაზი და ასე შემდეგ. ან ესეთი ცხოვრება მე არა მაქვს, როგორც დაუშვათ იმ ვიდეოში ან კონკრეტულ ადამიანებს, რომელსაც ის ადევნებს თვალყურს. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ გარდება გარკვეულწილად წუხილში, შეიძლება დეპრესიული მდგომარეობა გაჩნდეს, შფოთვა, საკუთარ თავის თავდაუჯერებლობა და რამაც შეიძლება მოიტანოს პრობლემები კომუნიკაციაში და განვითარებაშიც კი, ხომ? განვითარებაში იმ თვალსაზრისით, რომ ინტერესი მეორეც ისა, ნახეთ, ვირტუალურ სამყაროში ყოფნა და თქვენს შეიძლება თქვენს თავზეც დაგიფიქსირებიათ, რომ რაღაცა გარკვეული დიდი დროის განმავლობაში ან სერიალს რო უყურებთ, ან რაიმე გადაცემას, ან არ ვიცი, ნუ ტელეფონთან ან კომპიუტერთან რომ გაქვთ ურთიერთობა, მე რომ ამოწევთ თავს და რეალურ სამყაროში, აი რაღაცა შეგხვდებთ, გიჭირთ გადმოსვლა, ხომ? აი, იმიტომ რომ დისოცირებული ხართ რეალური სამყაროსგან და გიჭირთ დაბრუნება, იმიტომ რომ აქ ესე მარტივად არ ხდება. აქ ერთი ასქრონული, ერთი თითის ასქრონული აიცვლება რაღაცა სიტუაციები, ხვდები? რაც ამნა თითი ასქროლო, ის სიტუაცია შეიძლება დარჩეს ისევ საჭმელი გასაკეთებელია, ისევ რაღაცა სახლი დასალაგებელი. ერთი თითის გადასკროლვით სახლი არ ლაგდება. ძალიან ხშირად, ესე იგი, ხანდახან ვუყურებ ხოლმე საჭმლის კეთების ჩემს კონტენტში, რატოღაც ძალიან ხშირად მოდის ეს, რატომ? იმიტომ რომ მარტივია, მე მერთულება. ეს ისე მარტივია ერთ წუთში, იმდენად მარტივად აკეთებს ადამიანის, რომ სასიამოვნოა ჩემს აი ამ დოფამინერგულ ცენტრებს, სასიამოვნო, ასე ვთქვათ, ცენტრებს ააგზნებს, რომ რა სასიამოვნო უკვე გააკეთა ერთ წუთში რაღაც ადრე. ეს ხო რეალობა არ არის, ამის უკან ხო ძალიან დიდი შრომა არის, არა და ამას ხო გათვალისწინება და გააზრება უნდა. ბავშვი და მოზარდი არ არის ამდენი რესურსი, საკმაოდ მოწყვლადი არის და მე უკვე რეალურ სამყაროში რომ ასე მარტივად ვერ აკეთებს რაღაცებს უკვე ითრგუნება, ხო და ამან შეიძლება საკეული პრობლემა შექმნას. აქვე მოდის რას აკეთებს ამ გაჯეტებში, რა ტიპის თამაშებს თამაშობს, რა ტიპის ურთიერთობები აქვს, ხო? იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, საკმაოდ ხშირი არის ასევე არაჯანსაღი ადამიანების ამ სოციალურ ქსელში თავმოყრა და მათი მიერ აი მოძებნა იმ ადამიანებს, რომლებიც ზუსტად ესეთი მოწყვლადი ჯგუფია, მოზარდები და განსაკუთრებით საკუთარ თავში დაურწმუნებელი, ემოციურად არასტაბილური მოზარდები ნამდვილად არიან აი ამ რისკ ჯგუფში, რომ ადამიანები, რომლებიც დავუშვათ ეძებენ საკუთარ მსხვერპლს, სწორედ ეს ადამიანები გახდნენ, ხო? ეს მსხვერპლი და შემდგომში მოახდინოთ მათზე საკმაოდ ტრამვული
ზეგავლენა. ამიტომ რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია რომ გაკონტროლდეს. არა ისე როგორც გადაჭარბებულად, როგორც რატომღაც წარმოიდგინა დღევანდელმა, ყოველ შემთხვევაში ქართულმა სხვაგანაც ბუნებრივია, მაგრამ ქართულმა საზოგადოებამ რომ მაგალითად უნდა უყურონ და აკონტროლონ, გაჩხრიკონ, ჩუმად ნახონ ეს რა თქმა უნდა არ არის სწორი და არც დააზღვევთ მშობელს რომ ბავშვიდან გავა რა თქმა უნდა და აკრძალვები ზოგადად ამ ასაკში ნაკლებად მოქმედებს. ხისტი აკრძალვები ნამდვილად არ არის. როცა არ ხსნი რაღაცა კონკრეტულ აკრძალვას, როცა უწესებ შულს და ან წესს და არ უხსნი რატომ უვადოა არ იცის როდემდე უნდა იყოს ეს აკრძალვა. მეტიც ძალიან ხშირად ვერ გებულობს ეს აკრძალვა რატომ არის დაწესებული. ხვდებით, გასაგებია მე რომ იხსნის მშობელი ვეუბნები რომ მე ვგებულობ ამას, მაგრამ მე არა ვარ მოზარდი ხო და არ ვარ ამ შემთხვევაში თქვენი შვილი. ის ვერ გებულობს. რატომ როგორანაირად ეს ფაქტი არის რომ მან არ იცის რატომ აუკრძალეს. ან ყოველ შემთხვევაში თქვენი მიზეზი რატომაც თქვენ უკრძალავთ და ის რატომაც მას გონია რომ აუკრძალეს, ეს მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. ამიტომ ხშირად ჩვენთვის რაღაცა რაც ძალიან მარტივი ნათელია, ეს ავტომატურად არ ნიშნავს რომ სხვებისთვისაც ასეთი მარტივი და ნათელი არის, ხომ და ამიტომ ხშირად საჭიროებს უფრო მეტ განმარტებას და გაგებას, მათ შორის შემოწმებას, რომ გაიგო მოზარდმა რაშია საქმე, აი რატომ არის ბრჭყალებში დასჯილი. ხომ ან რამდენი ხანი უნდა იყოს დასჯილი. აი ადამიანს რომელსაც ძალიან მძიმე დანაშაულს ჩადის, იმასაც კი აქვს უფლება გაიგოს რამდენი ხანი უნდა მოიხადოს ეს სასჯელი. მithumet ეს ბავშვს რომელსაც არ ჩაუდენია ესეთი დანაშაული, აქვს უფლება გაიგოს რომ რამდენი ხანი უნდა იყოს, ხო რომ მიეცეს რაღაცა განსაზღვრულობის და რა უნდა გააკეთოს და თუ საჭიროა ამაზე ხშირად უნდა ვესაუბროთ. კაფეო ინსტრუქციები და ახსნები. კი. კეთილი, ქეთევან, მოდი მშობლებს რომ მივცეთ გარკვეული რაღაც პრაქტიკული რჩევები, როგორ დავიცვათ მოზარდები ამ საშიშროებისგან, რასაც ქვია გაჯეტ დამოკიდებულება და ის კონტენტი, რასაც მშობელი რეალურად ვერ აკონტროლებს. რაც არ უნდა ჩართული იყოს ბავშვის ცხოვრებაში, რთულია მაინც რომ გააკონტროლო, როგორ ვირტუალურ სამყაროში იმყოფება ის. კი, და კიბერბულინგიც, ხო? კიბერბულინგიც კი აუცილებლად შევეხოთ. პრაქტიკულად კიბერბულინგი დღეს ძალიან აქტუალურია და რაღაცა განსაკუთრებული სახეობა გახდა. ეს არ არის უბრალოდ ბულინგის ონლაინ ვარიანტი. ნამდვილად უფრო სასტიკი და ძალიან სპეციფიური, ხო? და განსხვავებით რაღაც ის ცოცხალი ბულინგისა, ხო, რომელიც პირისპირ ხორციელდება, რომელიც ასევე დამაზიანებელია, ასევე დიდ პრობლემას წარმოადგენს, ატარებს ძალიან ისეთ უფრო დრამატულ ხასიათს და მნიშვნელოვნად უფრო ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენს ადამიანსა და მარტო მოზარდზე არა, ნებისმიერ ადამიანზე, მაგრამ განსაკუთრებით მოზარდზე, ხო? რატო? იმიტომ რომ დროში განსაზღვრული არ არის კიბერბულინგი. ხომ ის არ სრულდება მას შემდეგ, რაც დაცილდება დაუშვათ ადამიანი აი ამ ბულერს. ხო? ის გრძელდება, ის შეიძლება 24/7-ზე გაგრძელდეს, ხო? გარდა ამისა, აი ეს გამომდინარე ამ ანონიმურობისა, რომელიც შეიძლება კიბერბულინგის დროს იყოს დაცული, ვინაობა არ იცოდე, ვინ არის ის ადამიანი, რომელიც შენზე აი ამ ონლაინ კიბერბულინგს განახორციელებს, ხო? ეს აძლევთ მათ კიდევ უფრო მეტად დრამატული და მეტად სასტიკი აი ამ ქცევის საშუალებას წარმოიდგინეთ რა. და ამიტომ გაცილებით უფრო დრამატულია ხოლმე კიბერბულინგის სახე, განსხვავებით აი ამ ცოცხალი ბულინგისგან. გარდა ამისა, ის ნახეთ ცოცხალი ბულინგი რაღაცა გარკვეული ადამიანებით შემოიფარგლება, რომელიც იმ მომენტში, იმ სიტუაციაში არის. და რომელსაც შეიძლება დაუძვრე. და დაუძვრე ან შეწყვიტო ხომ ბოლო ადამიანები და შენ წახვალ და ეს არის გავრცელებული უფრო, ანუ ძალიან ბევრ ადამიანს შეუძლია რომ ეს ნახოს. აი ეს სკრინშოტის გადაღება და გავრცელება, არაერთი შემთხვევა არის ჩემს პრაქტიკაში, როდესაც მე მყოლია მოზარდი, რომელიც აი ამის მსხვერპლია, ხო? აქ საუბარი არის, რა თქმა უნდა, გასარკვევია, რომ თვითონ ის ადამიანები, რომელიც ამას ახორციელებენ, რადგანაც ამის უკან
და მით უმეტეს აუცილებლად მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები, რომლებზეც ეს ხორციელდება, მათი ფსიქიკა, მათი საჭიროებებიც შევისწავლოთ, ხო? იმიტომ რომ ძალიან დიდ პრობლემაში და უკიდურესად ტრავმული და შემდგომში შეიძლება ამან განაპირობოს ნეგატიურად ადამიანის ფსიქიკური ცხოვრების წასვლა. ამიტომ ეს არაფრით არ შეიძლება დარჩეს უყურადღებოთ, ასე ვთქვათ და ამიტომ დღეს უწევს, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ მშობელს, თვითონ მოზარდებიც უნდა იყვნენ გაცვიცნობიერებული, ხომ? ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ აი მშობელმა ეს უნდა იცოდეს, მშობელი უნდა გამანათლოთ. მე ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ მშობლის განათლება არ მოგცემს ჩვენ იმ შედეგს, რაც ჩვენ გვინდა, არამედ თუ ბავშვები და მოზარდები არ განვანათლეთ და არ ვასწავლეთ მას რას რა ჰქვია, რომ ეს ნორმა არ არის. და ამ დროს უნდა ან მიმართოს ვინმეს უფროს, მეგობარს, ან ასე შემდეგ და არ დამალოს და რომ ეს სირცხვილიც არ არის, იმიტომ რომ ძალიან ხშირად სირცხვილის გამო და იმ შედეგის გამო, რომელიც მას შეიძლება გაცილებით უფრო მსუბუქი შედეგი იყოს რეალურად, მაგრამ მისთვის იყოს ძალიან მტკივნეულად დახმული, არ გაამხილოს ეს ამბავი და შემდგომში საქმე მივიდეს გაცილებით უფრო დრამატულ შედეგამდე, ხო? რა უნდა თქვენი კითხვა ეს იყო, რომ აი რა უნდა მოიმოქმედონ მშობლებმა, რომ ბავშვი არ იყოს გაჯეთ დამოკიდებული და რაც მთავარია, ნუ აი ამ კიბერბულინგის და იმ საფრთხეების. აი, ჩემი პასუხიც ეს არის. პირველ რიგში გაიცნონ, სულ ამას ვამბობ და ალბათ არ მომბეზრდება ამის თქმა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაიცნო საკუთარი შვილი. არა შენი საკუთარი სურვილები შენს შვილზე, არა შენი საკუთარი წარმოდგენები და არა შენი თავი. ესეც მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა. არამედ თვითონ შვილები, ხო? ბავშვები უნდა გავიცნოთ მათი სტრუქტურა, ფსიქიკის, ხო? თუ კი ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რაზე აქვს ჩვენ შვილს ალერგია, რომელი საკვები ვერ ამუშავებს დაუშვათ, ან, რა ვიცი, რა ფერი ტანსაცმელი მოსწონს და ასე შემდეგ, უნდა აუცილებლად თანაბარ მნიშვნელოვნად დავინტერესდეთ, როგორი ემოციური წყობის არის, როგორი ზოგადად პიროვნული წყობის არის. არის უფრო სენსიტიური, შფოთვარე, იმპულსური, თუ პირიქით უფრო ჩაკეტილი, დავშვათ ნაკლებად მოყვარული სოციალური სიტუაცია. უნდა გავიგოთ რა თვისებების და რა ფსიქიკური წყობის მატარებელია და ამის მიხედვით გავარკვიოთ ის თუ რა სირთულეებს აწყდება და რა საშუალებით გადალახავს საკუთრება. არა ეგრევე კი არ ჩავერიოთ, უბრალოდ გავიგოთ. პირველ ცალკე პრობლემა პირდაპირ ჩარევაზე და ინტერვენციაზე გადავდივართ. იმიტომ რომ პირდაპირ ჩარევა, ეს უხეში ჩარევა და ჩვენი სტანდარტების უხეშად შეთავაზება, ეს კიდევ უფრო დიდი წნეხი შეიძლება აღმოჩნდეს ბავშვისთვის. ამიტომ ჯერ უნდა გავერკვიოთ და შეიძლება საკმარისიც იყოს დამჭერით გარკვევა. აი რა ფსიქოანალიზში გაიგოს, რომ ეს არ არის ნორმალური და ამაზე თვალი არ უნდა დახუჭო. უბრალოდ ან ჩვენ გავერკვიოთ, ხო? აი რომ თუ გავარკვევთ გაგებასა და მიღებას შორის ძალიან მოკლე მანძილი არის, ვიდრე გაურკვევლობასა და მიღებას შორის. ამიტომ თუ ჩვენ გავიგებთ ჩვენი შვილი როგორია, ხო? აი იქიდან მიმღებლობასთან ძალიან მარტივად მივალთ, მაგრამ თუ არ დავინტერესდით და უბრალოდ ჩვენი წარმოდგენებით ვიხელმძღვანელეთ, მიმღებლობას ძალიან დავშორდებით და ამას გრძნობს ბავშვი. ბავშვი რეალურად პირველ რიგში ამას მოზარდი მით უმეტეს ამას ელოდება მშობლისგან, რომ ის იქნას მიღებული. თან უპირობოთ, იცით, რაღაცა წარმოდგენებით და რაღაცა პირობებით კი არა, შენ თუ კარგი მოსწავლე იქნები, მაშინ მეყვარები და მაშინ ვიამაყებ მე შენით. არამედ უპირობოთ, ხვდებით? აი ამისათვის ჯობია რომ ჩვენც მშვიდად ვიქნებით უფრო მშობლები, იმიტომ რომ როცა რაღაცა გვესმის, რატომ ხდება და რას ეფუძნება ამ ადამიანის ამგვარი ქცევა, დაუშვათ, გაცილებით უფრო მშვიდები ვიქნებით და ეს მიმღებლობაც უფრო გაგვიმარტივდება. შესაბამისად, იმ წითელ დროშას დაუშვათ, რომელსაც სულ კითხულობთ, რომ რა არის ეს წითელი, ამასაც მარტივად ვიპოვით. იმიტომ რომ უკვე გვეცოდინება, რომ ეს უკვე სცილდება უბრალოდ მის წყობასა და თვისებას. არამედ ამას უკვე მოაქვს საზიანო, ცალსახად საზიანო ჩვენი მოზარდისთვის, იმიტომ რომ დისფუნქციაში ამყოფებს მას, რაღაცა პროდუქტიულობას ხელს უშლის.
ესეთ შემთხვევაში უკვე დროულად მივმართავთ დაუშვათ ან სპეციალისტთან, შეიძლება ჩვენი საშუალებითაც. არ არის აუცილებელი, მე შორს ვარ იმ აზრისკენ, რომ ყველაფერზე და ყველა პრობლემაზე უშუალოდ ბავშვები წავიყვანოთ ფსიქოლოგთან, ან ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტთან. ასე ნამდვილად არ არის. პირიქით სახლში საუბარი ისეთი ოღონდ შინაარსობრივი და არა მხოლოდ რაღაც იმპერატიული ან დარიგების სახით, ან მოთხოვნის სახით. ძალიან მნიშვნელოვანია ხო გაკონტროლდეს როგორ ვესაუბრებით რა შეიძლება მე დარწმუნებული ვარ რომ ყველა ჩემი პაციენტის და ნებისმიერი ადამიანის მშობელს გაცილებით მეტად უყვარს თავისი შვილი და მეტად კარგი უნდა მისთვის ვიდრე ნებისმიერ სპეციალისტს, სხვა სპეციალისტს. მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს აქ ფორმას, ხომ? რატომ ამბობენ მაგალითად მოზარდები, აუ იმას უფრო ესმის, ჩემ ფსიქოლოგს უფრო ესმის და რაღაც მომენტში წყვინთ ხოლმე მშობლებს და მესმის ეს მათი განცდაც, მაგრამ დამირწმუნეთ რომ უბრალოდ ის მათ ეს პროფესიული ცოდნა და გამოცდილება აძლევთ საშუალებას რომ იმ ფორმით ისაუბრონ, შეიძლება შინაარსობრივად ერთი და იგივე, მაგრამ განსხვავებული ფორმით, რომელიც ბევრად უფრო მისაღებია და გასაგებია, რაც მთავარია ბავშვისთვის. და არა დაუშვათ იმ ფორმით, როდესაც იმ შინაარს ვეც კი მიიტან ბავშვამდე უკვე რაღაცა დამცველობითი, ასე ვთქვათ, ფარი აქვს და უკვე ცდილობს რომ თუნდაც მისი ცუდი საქციელი, მაგრამ დაიცვას ეს მისი ცუდი საქციელი და არ შეცვალოს აი ეს ქცევის პატერნი, ხო? კი ბატონო, სწორად აღნიშნეთ და მოდი მაგ თემას გავუყვეთ, აი წითელი დროშა. როდესაც მშობელმა აღმოაჩინა, რომ თუნდაც მისი შვილი ეწევა კიბერბულინგს, არის გარკვეულწილად აგრესორი და რაღაც გარკვეული ძალადობრივი ტიპაჟი უყალიბდება და ტიპაჟად ყალიბდება. ამ შემთხვევაში მშობლის მხრიდან რა უნდა იყოს პირველი რეაქცია? დასჯა, მხარდაჭერა თუ საკუთარ თავთან რაღაც კითხვების დასმა, რომ ეს ჩემი ბრალია და ჩემი შეცდომაა. ალბათ იცით ისევ არ ვიქნები აქაც ორიგინალური და ისევ კი პასუხობთ ალბათ ესეც დამოკიდებული არის იმ სიტუაციით და კონტექსტით, რაც აუცილებლად უნდა გარკვეული იყოს. რატომ ხდება ეს? ხომ არ არის რაღაცა გარკვეული ზემოქმედების ქვეშ ბავშვი, ხომ? ხომ არ ცდილობს ამ ქცევით რაღაცა გარკვეული ადგილის დამკვიდრებას. მოზარდები ცდილობენ რომ ეს საკუთარი იდენტობა გამოავლინონ და დაამკვიდრონ და ასევე მიაკუთვნონ რაღაცა გარკვეულ ჯგუფებს. ეს იზოლაციას ძალიან განიცდიან და არ მოსწონთ ხშირ შემთხვევაში მოზარდებს. ამიტომ ცდილობენ რომ გარკვეული ქცევით დაიმსახურონ ადგილი რაღაც გარკვეულ ჯგუფში, ეს სოციალური ალბათ დამკვიდრების ერთ-ერთი ფორმა. შეიძლება ბავშვი რეალურად საერთოდ არ იყოს მოძალადე, აგრესორი, მაგრამ იმ სოციუმს რომ მოეგოს. აი ამიტომ ესეც არის გასარკვევი, რომ ხომ არ არის ეს აი ამისთვის და ხომ არ არის ზუსტად ეს აგრესორი ბავშვი ასევე მსხვერპლი. ხომ და ძალიან ხშირად აღმოვაჩენთ რომ მსხვერპლი, რომელიც თავის დროზე განიცადა გარკვეული ძალადობა საკუთარ თავზე, შემდგომში თვითონ იქცევა მოძალადედ, ხო? და ეს არ გვიყვარს. ყველა მოძალადის უკან მაინც რაღაცა ტრაგიკული, ტრავმული ისტორია არსებობს. ამიტომ უნდა გავერკვიოთ, რომ ხომ არ არის ამის უკან სხვა რაიმე. მეორეს მხრივ უნდა გავერკვიოთ, თუ მსგავსი რამ არ არის, ხომ არ არის რაიმე აშლილობა, ხო, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ხომ არ არის რაიმე ისეთი პათოლოგია, რომელიც დაუშვათ სიამოვნებას ანიჭებს ისეთი რამ, ისეთი ნორმისგან გადახრა დაუშვათ, ან რაიმე ისეთი ქცევა, რომელიც რა თქმა უნდა ხო სცილდება, ასე ვთქვათ, სოციალურად მიღებულ ნორმას და ესეც ხომ შეიძლება კიდევ ერთხელ ხას გაუსვამ, ასეთი აშლილობები არსებობს კიდევ ერთხელ ვამბობ, ხო? ან სხვა რაიმე მიზეზი მოხმარება მათ შორის, ხო? და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს ვახსენოთ, ესეც რაღაცა ტაბუდადებული თემაა, თითქოს მოზარდები და აი ის იმ ასაკის 13-14 წლის მოზარდები შეუძლებელია რა ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს მოეხმარენ. ასე არ არის შემოყვანილი. ეს თქვენს პრაქტიკაში ანუ გამოიკვეთა. რა თქმა უნდა, ეს ასეა, ეს არა მარტო ჩემს პრაქტიკაში, არამედ აბსოლუტურად ყველა ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრი და სპეციალისტი გეტყვით, რომ აქაც მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავებულიც არის და მით უმეტეს სამწუხაროდ თუ ესეც მოცემულობაა ესე, რომ ხელმისაწვდომობა გარკვეული ფსიქოაქტიური ნივთიერებების პოვნის, შოვნის, მოძიების ადვილია და აქაც შეიძლება
გქონდეს, ან ყველაფერს თავი დავანებოთ ისეთ ადამიანებთან, გქონდეთ ურთიერთობა ზრდასრულ, თუნდაც ადამიანებთან, რომლებიც მიაწვდიან ხომ ამ საშუალებებს ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს. არსებობს ისეთი ფსიქოაქტიური ნივთიერებები, რომელიც თავისუფლად აქ მხოლოდ დაუშვათ რაღაც ისეთ მძიმე ნარკოტიკულ საშუალებებზე არ მაქვს მესაუბარი, მათ შორის ალკოჰოლი, რომელიც გასაგებია გარკვეული შეზღუდვებით, მაგრამ ახლა ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ხელმისაწვდომობა მისი საკმაოდ უფრო მარტივი არის. ამიტომ შესაძლებელია, რომ საქმე გქონდეს გარკვეულწილად აი ამ, ანუ დამოკიდებულებით შედეგად გამოწვეულ რაღაცა ქცევით სირთულეებთან. და მნიშვნელოვანია ამის გარკვევა, რა არის ამის უკან. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ უნდა მოხდეს სწორი რეაგირება, ხომ? რეაგირება დამხარდაჭერითაც, რაღაცა გარკვეული ჩარჩოების შეთავაზებისა. დასჯა ეს ცუდად ჟღერს, რა თქმა უნდა. მაგრამ თუ კი ეს არის გარკვეული ჩარჩოს შეთავაზება, გარკვეული სტრუქტურის შეთავაზება, რომელსაც ადამიანი თვითონ ვერ ორგანიზდება, მე მყავდა პაციენტი, რომელიც ითხოვდა, რომ დამეწვინა ისეთ კლინიკაში, საიდანაც ის ვერ გამოვიდოდა და იქნებოდა პრაქტიკულად ჩაკეტილი. ხომ, აი ესეთ კლინიკაში, იმიტომ რომ მას სახლში აბსოლუტურად არანაირი სტრუქტურა არ ქონდა, თვითონაც უკიდურესად უჭირდა თვით ორგანიზება და ამ ქაოტურ მდგომარეობაში თვითონაც კი დაღლილი იყო, ხომ? ის ვერაცნობიერებდა, რატო ითხოვდა ამას და გასაოცარი იყო ეს მისი ოჯახის წევრებისთვისაც, მაგრამ ჩემთვის ეს გასაგები იყო, იმიტომ რომ გარკვეულწილად თვითონაც დაიღალა აი ამ ქაოტური მდგომარეობით და წარმოიდგინეთ, უღონდ ეს მორჩენილიყო, ხომ? ქვეცნობიერად, რა თქმა უნდა, ეს არ არის გაცნობიერებული ამ ადამიანის მიერ. ასეთ შემზღუდავ გარემოშიც კი პრაქტიკულად ციხეშიც კი სურდა რომ წასულიყო, რომ უღონდ რაღაცა სტრუქტურა შეთავაზებულიყო. კიდევ ერთხელ ამბობ, თუ კი ჩვენ დასჯას რაღაც აი ამ სტრუქტურის შეთავაზებას, გარკვეული ჩარჩოების შეთავაზებას აღვიქვავთ, მაშინ ეს ჩარჩოები უნდა იყოს, აუცილებლად უნდა იყოს შეთავაზებული, უნდა იყოს ასევე მკაფიო, განმარტებული, რისთვის არის ეს საჭირო და არა რაღაცა ესეთი ვერტიკალური გზით, არამედ საუბრით და შეთანხმებით მიღწეული, ხომ? ურთულესი ქცევის, ძალიან მძიმე ქცევის მოზარდთანაც კი შეიძლება გარკვეული კომპრომისული გადაწყვეტილებების მოძებნა. უბრალოდ ჩვენც უნდა ვიყოთ რეალისტები და უნდა ვიყოთ ცოტა მოჭიდებული, ხომ? არ უნდა ვიზრუნოთ და უშუალოდ და ვიფიქროთ, აი ძალიან ხშირად მიგვერს ხოლმე, ხომ? მოზარდებთან, რომელთანაც აი მნიშვნელოვანი ისეთი ქცევითი სირთულეები და ისეთი ემოციური პრობლემები არის და მთავარი სადარდებელი მშობლის შეიძლება იყოს ის, რომ ძილი არ აქვს მოწესრიგებული და აკადემიური მოსწრება არ აქვს კარგი. ამიტომ ჩვენც უნდა დავფიქრდეთ, სწორად ვაყენებთ კი იმ პრიორიტეტებს და სწორად გვაქვს ეს, სწორად ვართ ორიენტირებული ზოგადად აი ამ სიტუაციაში, იმიტომ რომ შეიძლება ვთხოვთ ისეთ რამეს ადამიანს, რომ ჯერ პირველი ნაბიჯები არის გასავლელი, ხო? კეთილი, მშობლის პრიზმიდანაც რო დავინახოთ ეს რეალობა, როდესაც მშობელი გაიაზრებს და იაზრებს იმას, რომ მისი შვილი არის აგრესორი, მოძალადე. ყველაზე რთული მომენტი ალბათ მისთვის არის, რომ რაღაც შემეშალა მე. ამ დროს ალბათ ხშირი იქნება შემთხვევები, როდესაც ის სპეციალისტს არ მიმართავს, იმიტომ რომ ამას საკუთარ შეცდომად აღიქვამს და ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე ტელევიზიაში რა კადრებით და ინტერვიუებით გავრცელდა, ხშირად არის რომ მშობელი რაღაცნაირად თავდასხმის რეჟიმშია, გულისხმობ მოძალადე ბავშვების მხარეს. მოდი ამ ფენომენზეც რო ვისაუბროთ, როგორ შეიძლება მოკლედ მშობელმა გასაგებია, იმიტომ რომ პირველი რეაქცია რა თქმა უნდა ჩნდება თვით დანაშაულის განცდა, რომ მე რაღაცა შემეშალა, ბუნებრივია და ამას ამყარებს ის დამოკიდებულება, რომელიც ფართოდ არის საზოგადოებაში გავრცელებული, ხომ? ჩვენ ყველა ვკითხულობთ და შემსწრევართ ამისა, რომ ყველაფერი ეს დაუშვათ დადანაშაულება, ჩვენ რამდენი ფაქტორი ჯერ მარტო უბრალოდ ერთ საუბარში რამდენი სხვადასხვა ფაქტორი გამოყავით, რაც შეიძლება პასუხისმგებელი იყოს ამ ქცევაზე და ერთი ხელაღებით ყველაფრის მშობელთან დაკავშირება და მშობელზე მიწებება ძალიან რთულია, ამას ზიდვა უნდა, ხომ? და
გასაკვირიც არ უნდა იყოს რომ ასეთი მშობელი, რომელსაც ისედაც ყოველგვარი ჩვენი დახმარების გარეშე აქვს ეს დანაშაულის შეგრძნება, უნებრივია კიდე გარედან რომ მოდის ეს ზღვა, აგრესია მის მიმართული დგება ამ თავდაცვაში, ხო? იმიტომ რომ ეს უკვე გადარჩენის ერთადერთ გზად ესახება. იმიტომ რომ აქ მშობელი მარტო იმ ხალხის თავდასხმისგან კი არ იცავს თავს, არამედ მნიშვნელოვანი რამ აქვს, გადაწყვეტილება აქვს მისაღები, რომ ეხა აი ამ კრიზისულ მდგომარეობიდან როგორ გამოვიდეს, ხო? და ეს იმხელა ენერგიას მოიცავს, ახლა წარმოიდგინეთ, რომ კიდე ზევიდან ამას ემატება ადამიანების აი ესეთი ძალიან აგრესიული დამოკიდებულება. მესმის ახლა ადამიანებისაც მესმის ყველა მხარეს თავის სიმართლე აქვს. ბუნებრივია და ყველას იმის აუცილებლად უნდა ვიყოთ და მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ რომ გამგები ზოგადად აი ჩვენი სფერო იძლევა აი ამის საშუალებას რისთვისაც მე მადლიერი ვარ რა თქმა უნდა ჩემი პროფესიის რომ მაქსიმალურად მიმღები და გამგები ვხდები იმიტომ რომ ჩემ პროფესიაში მრავალ მხარეს ვხვდები მათ რეალობას ვუსმენ ვუყურებ და მხოლოდ ერთ მედლის ერთ მხარეს არ ვუყურებ და შესაბამისად მესმის რომ ეს სიმართლე შეიძლება არსებობდეს ყველა ამ მხარეზე და უფრო ბუნებრივია მიმარტივდება ასე ვთქვათ აი ეს თანაგრძნობა ხო და ამიტომ ნამდვილად ვურჩევ ადამიანებს რომ უფრო მეტად გამოიჩინონ იმიტომ რომ ეს თანაგრძნობა ალბათ გაცილებით მეტად მიიყვანს იმ გრძელვადიან პოზიტიურ შედეგებამდე, რაც ჩვენ გვინდა რომ დაუშვათ თუნდაც აი ეს აგრესიული ქცევა არ ნორმალიზდეს, თავდასხმა ადამიანების არამედ შევიცოდოთ კაცო ეს ადამიანები ცოდოებიანი გასაგებია რომ დანაშაული ჩაიდინა და უნდა დანაშაულზე ადამიანმა პასუხი აგოს და ზოგადად პასუხისმგებლობის აღება უნდა ისწავლოს ბავშვმა რომელიც დანაშაულს კი არ შედის არამედ რომელიც ნებისმიერ ქცევას განახორციელებს და უნდა დავასწავლოთ ბავშვს რომ რაღაცა ქცევას გარკვეული შედეგი მოყვება და მასზე შორის ისიც არის 3 წლის იქნება 5-ის 15-ის თუ ზრდასრული და 25 წლის ადამიანი. ესეც დასწავლადი არის და ამასაც დასწავლა სჭირდება და ჩვენც აი იქ რო შედვართ და რაღაცა საშინელ კომენტარს დავწერთ, ამაზეც ჩვენ ვართ პასუხისმგებელი და მათ შორის შემდგომში რაღაცას ადღირზელოთი რომ გამოვალთ, ხომ ესეც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენც ერთი პატარა კენჭი დავდგით აი ამ გურის შექმნის პროცესში, რომელმაც მე დაუშვათ წალეკა ეს და რომელიც ბოლოს ყველას შეგვეხება. აუცილებლად. ამიტომაც დავიწყე რეალურად თავიდან საუბარი, რომ ეს ყველას გვეხება და ეს არ არის მხოლოდ მოზარდის და მშობლის საქმე, იმიტომ რომ რეალურად შემდეგ სოციუმის ყველა წევრზე აისახება ეს მასშტაბური ზიზღის ენა და აგრესია. და მათ შორის, როდესაც ადამიანები მოიხმარენ აი ამ ფრაზას, რომ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს ჩარჩოს გარეშე დაუშვათ, ეს ნამდვილად ასე არ არის. რა თქმა უნდა, გამოხატვის თავისუფლება და ბუნებრივია რომ ყველას აქვს იმისი უფლება, რაც მოესურვება, თუ კი არ არღვევს სხვის დაუშვათ სივრცეს და სხვის უფლებებს გააკეთოს, თუმცა პასუხისმგებლობისგან ეს ნამდვილად არათავისუფლებს, ხო? და მათ შორის რა ფორმით გამოვხატავთ ჩვენს აზრს და როგორ თუნდაც ბრაზი, რომელიც ჩვენში ჩნდება და რა თქმა უნდა, ბრაზი ასევე ფუნდამენტური ემოციაა, რომლის მიმართაც უნდა ვიყოთ მიმღები, გამგები და აუცილებლად გამტარი, ხო, მაგრამ აი ამ ბრაზ როგორ გადავამუშავებთ და რა ფორმით მე გამოვხატავთ, აი ეს მეტყველებს ჩვენს ინფანტილიზმზე, ემოციური ინფანტილიზმზე. არა და ძალიან მნიშვნელოვანია და რატომღაც მიაჩნიათ, რომ ადამიანები, რომლებიც ესე აგრესიული ფორმით არ გამოხატავენ ბრაზს, ისინი თითქოს არ არიან გაბრაზებულნი, ან პირიქით ძალიან მოსწონთ რაღაცა და ძალიან შემწყნარებლად არიან. ეს ასე ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ აი ეს გადამუშავებული ბრაზის ამგვარი გამოხატვა აგრესიის სახით მხოლოდ, ხომ? ეს ნამდვილად არ მეტყველებს ადამიანის ემოციურ ძალიან მაღალ განვითარებაზე, ხომ? აქედან გამომდინარე, უნდა დავფიქრდეთ ამაზეც, რომ შეიძლება გავბრაზდეთ, არის შემთხვევები, როდესაც
ნამდვილად უნდა ვიგრძნოთ ეს ბრაზი, მაგრამ ამას როგორ გადავამუშავებთ და რაში როგორ გზას მოვძებნით ამასთან ადაპტაციის, ეს ჩვენს ფსიქიკურ განვითარებაზე, ზოგადად ემოციურ და პიროვნულ განვითარებაზეც მეტყველებს აუცილებლად და ესეც საჭიროა, რომ ვთქვათ, მხოლოდ ის კი არა, რომ თუ იგრძენი ეგრევე გამოხატე, არამედ შეკავება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა, რომელსაც ადამიანი განვითარებასთან ერთად აუცილებლად იძენს და მათ შორის ბრას, რომელსაც შეიძლება ადამიანმა იგრძნოს ბავშვობის ასაკში, შეიძლება გაცილებით ნაკლებად ფილტრის გარეშე გამოხატავს, მაგრამ ზრდასრულობის ასაკში მეტად მოეთხოვება და სწორედ ამით განსხვავდება სხვათა შორის ინტელექტუალურად განვითარებული ადამიანი იმ ადამიანისგან, რომელსაც გარკვეული სიხტულეები აქვს და ზუსტად ეს შეკავება დაუშვათ უჭირს მათ შორის ბრაზის. ხომ? ამიტომ უნდა დავფიქრდეთ და როდესაც გვაქვს მით უმეტეს პრეტენზია უფრო მაღალ განვითარებულ პიროვნებაზე, უნდა დაუსვათ ჩვენს თავს შეკითხვა, რომ მაშ რატომ ხდება აი ამ ჩემი მხრიდან აი ამ აგრესიის ესე გაუფილტრავად და შეუკავებლად გამოფრქვევა, ხო? ძალიან დიდი მადლობა. მართლა ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრ საინტერესო თემას შევხედეთ და მნიშვნელოვანი აქცენტები დავსვით და როგორც თავიდან დავიწყეთ, რეალურად მარტივი არის თითის გაშვერა და რაღაცეების ესე ხელაღებით თქმა, თუმცა აუცილებლად უნდა ჩავუკვირდეთ ამის მიზეზებს და ყველაფერი ვფიქრობ, რომ შემდეგ უკვე ფაზლი შეიკრება. ბოლოს შეკითხვა მექნება ესეთი, რაიმე რჩევა, ერთი რჩევა მშობლისთვის რა იქნება, რომ მათ შულთან უფრო ჯანსაღი, ჰარმონიული ურთიერთობა გქონდეთ, რათა შემდგომში თავიდან აიცილონ ყველაფერი ის, რაც დღეს განვიხილეთ და ვახსენეთ. ხო, ყოველთვის მიჭერს ხოლმე ერთი რჩევის გამოყოფა, იმიტომ რომ ერთდროულად ესეთ დროს მომდის 1, 3, 4 შეიძლება მეტიც. მაგრამ ალბათ აი ჩვენი საუბრიდან გამომდინარე, ხომ დავასრულებდი რჩევით, რომელიც არის რომ უფრო ვიყოთ მეტად გქონდეს მეტი მოთმინება, ხო, და მეტი მიმღებლობა მოზარდების მდგომარეობის მიმართ და საერთოდ იმ სიტუაციის მიმართ, რომელშიც ვიმყოფებით, ხო? იმიტომ რომ ეს არ არის დაუშვათ არც ლაჩრობა, არც შიშარა პოზიცია, არამედ ვფიქრობ, რომ არის გონივრული პოზიცია, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში აი ამ მოთმინებით, მიმღებლობით და მეტად გაგებით, ხომ, ჩვენი მოზარდების მიმართ გაცილებით უფრო დავახლოვებდებით მათთან და სამწუხაროდ აი ამ პრობლემასაც დღეს მნიშვნელოვნად ვაწყდებით, რომ რაღაცა თითქოს დაშორდა ეს თაობები პრობლემა და ზოგადად კი. მარტო მშობლის და ბავშვის შორის კი არა, აი დაახლოებით 5 წლის განსხვავების თაობები ერთმანეთს საკმაოდ დაშორდნენ და დაცილდნენ, ხო? ეს ბუნებრივია რაღაც განვითარების აჩქარებულმა ტემპმა, ზოგადად ცხოვრების აჩქარებულმა ტემპმა მოიტანა, მაგრამ აი ესეთ დროს განსაკუთრებით გმართებს და განსაკუთრებით გვიჭირს ალბათ ეს მოთმინება და მიმღებლობა. აი ამ რჩევას მივცემდი მშობლებსაც და ჩვენს თავსაც და მოთმინება. ჩვენ. მეც რჩევის სახით თუ შემიძლია, ბოლო პერიოდში ვუყურე ესეთ მინი სერიალს Adolescence, მოზარდობა, რაც ვფიქრობ, რომ აი მართლა ცოტა სხვა კუთხით დამანახა ყველაფერი და ყველა მშობელს და მოზარდს ვურჩევ, რომ უყუროს ამ სერიალს და ბევრ საინტერესო დასკვნას და აქცენტს გააკეთებს, ვფიქრობ და ძალიან ეხმაურება ახლა ჩვენ თემას, რაზეც ვსაუბრობდით. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან ვისიამოვნე და ვფიქრობ, რომ მაყურებელი ბევრ საინტერესო აქცენტს და ბევრ საინტერესო ფაქტს წამოიღებს ამ საუბრისგან. მე კი ბოლოს ერთადერთი იმის თქმა შემიძლია, რომ არასდროს არ უნდა გავიშვიროთ ესეთ ითი და ესე ხელაღებით არ ვისაუბროთ, იმიტომ რომ ბავშვი არ იზრდება მხოლოდ სიტყვით, ბავშვი იზრდება იმით, რასაც ვაჩვენებთ, რასაც ვანორმალიზებთ, რაზეც ვიცინით, რასაც ვუყურებთ და მოკლედ ჩვენ ვართ მათი როლ მოდელები და ასე ვთქვათ ავტორიტეტები და პასუხისმგებლობაც ჩვენს ხელში არის. მე კიდე შემდეგ ეპიზოდამდე დაგემშვიდობებით, აუცილებლად გთხოვთ, რომ გამოიწეროთ Nini Talks პოდკასტის არხი, ძალიან მახარებთ თქვენი ჩართულობა და აქტიურობა და თუ გსურთ, რომ უფრო მეტი საინტერესო თემა შემოგთავაზოთ, აუცილებლად გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო და ჩართეთ ზარის ღილაკი, რათა არ გამოგცეთ სიახლეები. შემდეგ ეპიზოდამდე გემშვიდობებით.